ფრანც კაფკა ნაჯვარი ერთი უცნაური ცხოველი მყავს ნახევრად კნუტი ნახევრად ბატკანი ეს მემკვიდრეობითი წილია მამაჩემის ქონებიდან იგი ჩემ ხელში გაიზარდა ადრე უფრო ბატკანი ეთქმოდა ვიდრე კნუტი ახლა კი ორივესი თანაბრად აქვს კატის თავი და ბრჭყალები ბატკნის ზომა და აღნაგობა ორივესი მოციმციმე და ველური თვალები აგრეთვე ფაფუკი პატარა ბეწვი რომელიც სხეულზე მჭიდროდ აქვს მიკრული იგი უფრო დაკუნტრუშებს ვიდრე დაიზლაზნება როცა მზე მცხუნვარედ ანათებს ჩემი ცხოველი იწელება და მრგვალდება მდელოზე გადარეულივით დარბის და არ ხერხდება მისი დაჭერა კატებს გაურბის ბატკნებზე კი თავდასხმა სწადია თუ არიან ღამეს მისი საყვარელი ადგილი სახლის სახურავია კნავილი არ შეუძლია ერთხების კი ეშინია საკათმის გვერდით საათობით შეუძლია ჩასაფრება თუმცა ნადავლის ხელში ჩაგდების ხელსაყრელი შემთხვევით არასოდეს უსარგებლია მას ტკბილი რძით ვკვებავ რასაც საუკეთესოდ ირგებს ეს საოცარი არსება გრძელი ენით ყველაფერს ცხოველურ კბილებში შეისრიალებს ხოლმე რა საკვირველია ეს ბავშვებისათვის დიდი სანახაობაა კვირას ნაშუადღეს სტუმრობის დროა ჩემი ცხოველი კალთაში მყავს მთელი სამეზობლოს ბავშვები კი გარს არიან შემორტყმული ამ დროს მისვამენ ისინი უცნაურ შეკითხვებს რაზეც პასუხის გაცემა არ შემიძლია ბავშვებს აინტერესებთ რატომ არის ეს ცხოველი სწორედ ასეთი ან არსებობდა თუ არა ოდესმე მისი მსგავსი რა მოხდება მისი სიკვდილის შემდეგ გრძნობს თუ არა თავს მარტოსულად რატომ არ ყავს შვილები და ასე შემდეგ მათზე პასუხი არ მაქვს და განმარტებებითაც ვერ დავაკმაყოფილებ მასზე მეც რაც მყავს და რასაც ხედავენ ხანდახან ბავშვებს კატებიც მოყავთ თან ერთხელ ორი ბატკანიც მოიყვანეს და მიუხედავად მათი მოლოდინისა გაცნობის სცენის გარეშე ცხოველები ერთმანეთს მშვიდი თვალებით უცქერდნენ ბავშვები კი მათ არსებობას აშკარად ღვთიურობის თანაზიარ ფაქტად თვლიდნენ ჩემ კალთაში მას არც შიში იპყრობს და არც არავის დევნის სურვილი ჩემზე მიხუტებული საუკეთესოდ გრძნობს თავს სწორედ ესაა მისი ოჯახი რომელმაც გამოზარდა საოცარია მარსების უჩვეულო ერთგულება და ჭეშმარიტი ინსტინქტი დედამიწაზე მას ალბათ ურიცხვი ნათესავი ყავს სისხლით ახლობელი კი შესაძლოა არც ერთი და ამიტომ ზრუნვა რომელსაც იგი ჩვენთან გრძნობს წმინდათა წმინდა მისთვის ხანდახან სიცილს ვერ ვიკავებ როცა მღნოსავს იმავდროულად ფეხებში მებლანდება და თითქმის არ მცილდება თითქოს საკმარისი არ არის რომ კატაც არის და ბატკანიც თან ძაღლობასაც იჩემებს ერთხელ ჩვეულებისაებ როდესაც საქმეებით ვიყავი დაკავებული ისე გადავიღალე რომ ყველაფრისთვის თავის მინებებასაც კი ვაპირებდი
ამ დროს საბრძოლში ვიცექი. ჩემი ცხოველი კი კალთაში მეჯდა. და როდესაც შემთხვევით ზემოთ ავიხედე, დავინახე თუ როგორ მოწანწკარებდა ცრემლები გრძელ ფაფუკ წვერზე. ჩემი ცრემლები იყო ეს თუ მისი? ქონდა თუ არა ამ კაცას ბატკნის სული და ადამიანური სიხარბე? ეს მემკვიდრეობითი წილია მამა ჩემისგან, რის თითქმაც თამამად შემიძლია. ეს საოცარი არსება ორმაგად შფოთავს, რაც მას კატისა და ბატკნისაგან განასხვავებს. ამიტომ ბეწვი ძალიან მოკლე აქვს. ხანდახან სავარცხელზე ჩემგვერდით ამოხდება. მაბჯენს თათებს მხრებზე და ისე ახლოს მოაქვს დრუნჩი ჩემს ყურთან, თითქოს რაღაცას მეუბნებაო. და მერე გადმოიხრება, იცქერს სახეში, რათა დააკვირდეს რა შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე მისი ნათქვამი. თავაზიანობა რომ გამოიუჩინო, თავს უქნევ. რის შემდეგ ხტება იატაკზე და ცეკვით მივლის გარს. ალბათ ამ ცხოველისთვის ყასაბის დანახსნა იქნებოდა, რაც ჩემი საქმე უნდა ყოფილიყო, როგორც მემკვიდრეობის ამ ნაწილზე უარესთქმა, მაგრამ მან უნდა დაიცადოს, სანამ თავისთავად არ მოხდება სული, რადგან გონიერი ადამიანის მზერა, რომლითაც იგი ხანდახან მიცქერს, თანაგრძნობის გამომხატველ საქციელს მოითხოვს ჩემგან. რჩეული მოთხრობები. თარგმნელი თელიაშვილი ლელა.